ბრძანებისთვის პირველ რიგში მინდა გითხრათ დღეს პარლამენტში ელოდებით საგარეო საქმეთა მინისტრს. მე მაინტერესებს კონკრეტულად რა შეკითხვები ექნება უმცირესობას მაია ფანჯიკიძესთან და საუბარი შეეხება თუ არა თუნდაც პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, სადაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აზიზის მეჩეთი აშენდება ბათუმში, რის გამოც ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან იყო საკმაოდ დიდი კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის მისამართით. დიდი მადლობა. მე გიპასუხებთ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო უმცირესობამ გადაწყვიტა ქალბატონი მაია ფანჯიკიძე მოეწვია პარლამენტში სპეციალური შეკითხვების შეხვედრაზე, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ძალიან აღელვებთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძალიან მკაფიო პასუხები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაფუჭდა აბსოლუტურად ყველა მეზობელთან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი ურთიერთობები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არის რატომ ეწინააღმდეგებიან და გუშინაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არაერთი არგუმენტი მოვისმინეთ, რატომაც ქართული ოცნება მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ამბობენ, რომ მათი მიზანი არის შეთანხმება იქნეს მიღწეული კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაინც ეწინააღმდეგებიან და არგუმენტების მოტანას ცდილობენ, რატომ არ უნდა აისახოს კონსტიტუციაში ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, რომ ჩვენ უარს გვამბობთ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ერთად რაიმე ტიპის გაერთიანებაში შესვლაზე და რომ ჩვენი მკაფიო მიზანი არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში. ყველა ამ კითხვაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე იქნება საუბარი ქალბატონ მაიასთან. ამასთანავე ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური არის საქართველოში გახლავთ სწორედ ბათუმში, აზიზიას მეჩეთთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ გვესმოდა ისტერიული კამპანია წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება თამაშობდა და დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ის უკვე დასცინოდა ქართული ხალხის რელიგიურ გრძნობებს, როდესაც აღვივებდა ქსენოფობიას მუსულმანების წინააღმდეგ, თურქების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც აჭარაში ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართველი მუსულმანები ცხოვრობენ. ეხლა კი მას შემდეგ რაც ჩავიდა თურქეთში, მას შემდეგ რაც მოისმინა შესაბამისი ძალიან მკაცრი ალბათ შეფასებები მის გამონათქვამებთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ-მინისტრისაგან, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა შეეცვალა პოზიცია. მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი არის რა გახდა აი ამ ცვლილების მიზეზი. თან ყურადღება არის გასაღმახვილებელი იმაზე, რომ თავდაპირველი პროექტით, რომელსაც ისტერიულად უპირისპირდებოდა ქართული ოცნება და რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ იყო მიღწეული შეთანხმება, ეს გულისხმობდა ბათუმში არა მეჩეთის აშენებას, არამედ აზიზიას მეჩეთის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენას და იქ კულტურული ცენტრის განთავსებას. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომ აშენდება ახალი მეჩეთი, ასევე ვიგებთ ინფორმაციას, რომ ახალ ციხეშიც, რომელიც მანამდე არსებულ შეთანხმებაში არავითარ კავშირში არ იყო, უკვე აშენებულ მეჩეთს დაემატება მინარეთები. ამასთანავე ჩვენ ნამდვილად არ შემიძლია ყურადღების გარეშე დავტოვო პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მან აღმოაჩინა, რომ აჭარაში ქართულ მუსულმანებს არ აქვთ სალოცავი ადგილები. ძალიან ესეთი კითხვა მიჩნდება, ბატონი პრემიერ-მინისტრი არ გასულა ჭორვილის და თავისი თბილისის სოლოლაკის რეზიდენციიდან უკვე წლებია. ბათუმში ფეხით არასოდეს არ გაუვლია. ძალიან საინტერესოა, სად შეხვდნენ მას ქუჩაში, ბათუმის ქუჩებში მუსლიმი ქართველები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ლოცვას და თავიანთი რელიგიური აღმსარებლობის განხორციელებას. ეს უბრალოდ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება თამაშობს ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობებით, იქ სადაც მართლა ირღვევა მუსლიმი ქართველების უფლებები, განახორციელონ ლოცვა, საუბარი მაქვს წინწყაროს შემთხვევაზე, საუბარი მაქვს მეორე შემთხვევაზე, რომელიც ასევე მოხდა. ქართული ოცნება ამ საკითხს ამისამართებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ შეთანხმებას მიაღწიონ რელიგიურ კონფესიებს შორის, არ ერევა
მაშინ როდესაც მართლა უნდა ჩაერიოს და ადგილი აქვს მართლაც საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთის მხრივ წინა საარჩევნოდ გამოიყენეს ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობები და მეორეს მხრივ მას შემდეგ რაც ალბათ თითი დაუქნიეს თურქეთში გაფრთხილებით ჩამოდის და სრულიად ახალ რეალობას გვთავაზობს. ჩემთვის გაუგებარი არის ეს ნამდვილად პოზიცია. ალბათ ქართველი ხალხი სათანადოდ შეაფასებს, უბრალოდ სასაცილომდე მივიდა მაგალითად ბატონი მურმან დუმბაძის კომენტარები სოციალური ქსელებით არის გავრცელებული ეს ინფორმაცია, როგორ აფიქსირებს ის ერთმანეთისგან რადიკალურ განსხვავებებს მას მანამდე და მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია შეიცვალა. ხალხონჩიორა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი უკვე რამდენიმე დღე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მე მაინც და გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგით. ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ იმის თქმა კონკრეტულად რა შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, რას დათმობს ნაციონალური მოძრაობა და რა დათმობებზე წამოვა უმრავლესობა. ეს და ჩანაწერი რომელსაც თქვენ ითხოვდით საგარეო კურსთან დაკავშირებით დარჩება ის ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში. პირველ რიგში ძალიან კარგი არის, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს, რომ ხელების გადაგრეხვით, დეპუტატების დაშანტაჟებით, დეპუტატებზე ძალადობის განხორციელებით, მათი ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, სისხლისამართლის საქმეების აღძვრით, კონსტიტუციური ცვლილების მიღწევა ეს არ შეიძლება და ვერ მოხდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ ძალიან სამწუხარო არის, რომ რვათაბერვალი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკების რეჟიმში ჩართულიყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. რვათაბერვალს რაც ვიხილეთ, ეს იყო დარბევა ოპოზიციის წარმომადგენლების, ოპოზიციის დეპუტატების, ეს იყო ობსტრუქცია და ხელის შეშლა საქართველოს პრეზიდენტისთვის, საკუთარი მოქალაქეებისთვის წარედგინა ის მოხსენება, რომლის წარდგენის უფლება პრეზიდენტს არ მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ. ასეთი ქმედებები ქართული ოცნების მხრიდან არის მაპატიეთ, მაგრამ არაცივილური, არაცივილიზებული ურთიერთობები. ძალიან მწუხარ, რომ სწორედ რვათებერვალი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მათ გაეცნობიერებინათ, რომ ეს არის ველურობა, ხელების გადაღრეხვით, დაძალებით, დაშანტაჟებით, დარბევით, ცემა-ტყეპით მოიპოვა კონსტიტუციური უმრავლესობა და სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ამ პროცესის პარალელურად მე ვწუხარ იმაზე, რომ ვხედავთ პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ძალიან დესტრუქციულ ქმედებებს. მაგალითისთვის ვხედავთ პრეზიდენტის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები კვერცხებს უშენენ საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად კახა მიქაია ჯერ ქონდა მცდელობა ეთქვა, რომ ის არ იყო წარმომადგენელი ქართული ოცნების, შემდგომში კარგად ვიხილეთ ყრილობაზე მიწვეული ზვიად ძიძიგურმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნამდვილად ის არის მისი პარტიის წარმომადგენელი და შესაბამისად ქართული ოცნებისგან და ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა ის ყველა იმ დავალებას, რომელსაც ახორციელებდნენ ერთის მხრივ კონსტრუქციული კონსტიტუციის ცვლილებებზე შეთანხმების პროცესში. ეს არის დაუშვებელი და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას გაიაზრონ ეს ქმედებები, როგორც პრემიერი ამბობს ხშირად მოახერხონ და გაანალიზონ, რა საფრთხეებს შეიცავს ასეთი ქმედებები და თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისაგან. ეხლა რაც შეეხება განცხადებების და ქმედებებისაგან. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ შინაარს კონსტიტუციური ცვლილებებისა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალიან მყარი პოზიცია არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან ყველა არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ერთი ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დატოვება და ამაზე დისკუსიების შეწყვეტა. ამაზე მინდა ცოტა ხანი შევჩერდე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას დღეს არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, ისინი ხო მაინც ვერ შეცვლიან კონსტიტუციას და ქუთაისში მაინც დარჩება პარლამენტი. ამის ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ ის გაურკვევლობა, რომელიც არჩევნების პირველი დღიდან დამკვირდა ქუთაისში, რომელმაც შეაშინა ინვესტორები, რომელთაც მრავალ 100 მილიონიანი პროექტები გააჩერეს, მარტო იმიტომ, რომ გაურკვეველი იყო ქუთაისის ბედი, ჩვენ ჩაგვივარდა მთელი 5 თვე.
5 თვის თავზე, რომ არა ასეთი პოზიცია ქართული ოცნებისა დღეს ქუთაისში იქნებოდა უფრო მეტი ადამიანი დასაქმებული, უფრო მეტ ოჯახში შევიდოდა შემოსავალი, უფრო მეტ ოჯახს შეეძლებოდა უკეთესი ცხოვრება. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს და სწორედ იმიტომ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის განავითაროს იმერეთის რეგიონი, განავითაროს ყველა სხვა რეგიონი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს იმერეთზე საუბარი, ჩვენი ძალიან მტკიცე სურვილი არის მივაღწიოთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ საჯაროდ ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღოს პარლამენტის ქუთაისში დატოვების შესახებ, ქუთაისში ყოფნის შესახებ მუხთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებისაგან. იმიტომ რომ ეს თუ კი ამას გააკეთებს ქართული ოცნება, ეს ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ჩვენ ჩაგვივარდა ქუთაისში და იმერეთში ყველა გასული თვე, იმიტომ რომ შეჩერდა ყველა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი. მეორე საკითხი, რომელიც ასევე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, გახლავთ საქართველოს საგარეო კურსის გარანტირება კონსტიტუციით. ჩვენ მოვიტანეთ არაერთი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებისა, იქნება ეს ლიტვის, ხორვატიის თუ პორტუგალიის მაგალითად ასევე, სადაც კონსტიტუციით არის დაფიქსირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კითხვა ისმის ხშირად რად გინდათ ამის კონსტიტუციაში დაფიქსირება. თქვენ როცა იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ დააფიქსირეთ მაშინ ეს კონსტიტუციური ცვლილება? ამაზე საზოგადოებას აუცილებლად ჭირდება ჩვენი მხრიდან პასუხები და განმარტებები. პირველი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც თავის დროზე მიღვეღო ასეთი კონსტიტუციური ცვლილება, მაგრამ ჩვენს თანამოქალაქეებში მაინტერესებს ხომ არა აქვს ვინმეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნაცვლად დასავლეთისა, ნაცვლად ნატოსი, ნაცვლად ევროკავშირისა მიათრევდა რუსეთისკენ. ეს ხომ საფრთხეს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არავისთვის არ წარმოადგენდა. პირიქით, მთელი კრიტიკა, რაც მოდიოდა, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან, მათ შორის ამომრჩევლების მხრიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გახლდათ რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობები. არასოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაყენებულა არც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არც ჩვენი ოპონენტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ის თუ რეალურად საით მიყავდა საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ის, რომ საქართველოს არჩევნების დღეს და არჩევნების დღის მეორე დღეს იყო ყველაზე ახლოს, როგორც ნატოში გაერთიანების პერსპექტივასთან, ასევე ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივასთან. სწორედ ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს და ამ კონსტიტუციური მოლაპარაკებების ფარგლებშიც აშკარა არის, ყოველ მხრივ აარიდოს თავი ამ ჩვენი საგარეო კურსის ფურცელზე, ქაღალდზე დაფიქსირებას და გუშინდელ ხდომაზე სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება, იყო გაერთიანებული კომიტეტების ხდომა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროინტეგრაციის კომიტეტის, სადაც მრავალი კიდევ არგუმენტი იქნა წამოყენებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, თუ რატომ არის კონსტიტუციაში ამის ჩაწერა ვანდალური აქტი კონსტიტუციის მიმართ. მაგალითად, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, ჩვენი თანამოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ის, რასაც მათ მხარი დაუჭირეს პლებისციტზე, რასაც ყოველი გამოკითხვის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ნდობა ნატოს მიმართ, საქართველოს მოქალაქეების სურვილი ნატოში და ევროკავშირში გაერთიანების მიმართ არის 70%-ზე ზემოთ ყოველთვის, აი ეს ნება ქართველი ხალხის იყოს კონსტიტუციით გარანტირებული. და მესამე საკითხი, რომელიც ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ეს გახლავთ ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ იყოს დამოკიდებული ერთ პოლიტიკურ გუნდზე, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაზე და შეწყდეს შანტაჟი, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მათ მიმართ და მათი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეების წამოწყება და განხორციელება და ამ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა მარტო მაშინ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დატოვებენ საპარლამენტო უმცირესობას. აი სწორედ ამ ორ მიზანს ისახავს ის, რომ ჩვენი შეთავაზება არის ის კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს 3/4-ით, ანუ 112
11 ხმით და არა 2/3, ანუ 100 ხმით, აი ეს ცვლილება იქნეს შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაში და უბრალოდ ამოქმედდეს ეს ცვლილება დაუყოვნებლივ და ჩვენ არ დაველოდოთ იმ კონსტიტუციურ ვადას, რომელიც არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ვადა. ქალბატონჭერა ქუთაისის განვითარებას, ანუ თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტი, იმიტომ რომ იქ ხელს უწყობს ძალიან ბევრ რამეს. როგორც ცნობილი გახდა, არსებობს ალტერნატიული გეგმა, რომელზეც მუშაობს უმრავლესობა და ახალი ხელისუფლება, შესთავაზონ ალტერნატივად იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისი პარლამენტი გადმოვა თბილისში. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა გეგმაზეა საუბარი და კონკრეტულად რა არის? დიახ, მე მაქვს ინფორმაცია ერთ გეგმაზე, რომელიც გახდა ძალიან ბევრი იუმორის და ხუმრობის საგანი. ეს გეგმა არის ქუთაისის საპორტო ქალაქად გადაქცევის. ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად ვერ შევხედავთ. ჩვენ სერიოზულად შევხედავთ და ვუყურებთ იმას, რომ მე პირადად ვცხოვრობ ქუთაისში და ვხედავ ჩემს ირგვლივ რამდენი ახალი მაღაზია არის გახსნილი იმ იმედით და იმ სურვილით, რომ ქუთაისში გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იღებენ ხელფას. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრები, ეს არის საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი შემოსავლის ნაწილს, თუ დიდ ნაწილს არა, ნაწილს ხარჯავენ ქუთაისში. ასეთი ტიპის ფულადი აქტივი ქუთაისში მანამდე არ არსებობდა და სწორედ აი ამ ფულადმა აქტივმა მისცა შესაძლებლობა მთელ რიგ მაღაზიებს. ეს არის მცირე მეწარმეები. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ხელის შეწყობა მცირე მეწარმეებისათვის. ამ თვალსაზრისით ძალიან აშკარა არის, რომ არის წინსვლა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ქართული ოცნება სანამ ინარჩუნებს გაურკვეველ მდგომარეობას და სანამ მსხვილი ინვესტორებისთვის გაურკვეველი არის ქუთაისში დარჩება თუ არა საქართველოს პარლამენტი, მანამდე არ ხორციელდება არც ერთი ის დაგეგმილი და მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომლის მიზანი იყო ქუთაისელების დასაქმება. ქუთაისელების დასაქმება როგორც სასტუმრო კომპლექსებში, სავაჭრო ცენტრებში, გასართობ ცენტრებში, რომლის პროექტები არსებობს, ეს მთავრობას ძალიან კარგად მოეხსენებოდა, იმიტომ რომ ყველა ეს პროექტი იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე წამოწყებული და განხორციელებული, სანაცვლოდ ქუთაის ქართული ოცნება ყოველ შემთხვევაში აქამდე მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ასე არ გაგრძელდება. ამის სანაცვლოდ ქუთაის პირდებოდნენ საზღვაო პორტის აშენებას ქუთაისში. ეს ვფიქრობ, რომ არის არასერიოზული და იძულებული ვარ კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება უბრალოდ დასცინის თავის ამომრჩეველს. შუალედურ არჩევნებზე მიტე კითხოთ, რამდენიმე პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებენ მონაწილეობის მიღებას და ნაწილობრივ დასტურდება კიდევაც, რომ აქვთ რამდენიმე მათგანს აქვს მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან. საუბარია ბურჯანაძეზე, ჯონდი ბაღათურიაზე, სავარაუდოდ ალბათ კახა კუკავაზეც. მათი თუ რეალურად შემოვლენ ესენი და მით უმეტეს მხარდაჭერილები იქნებიან ოცნების მხრიდან, დადასტურდება თუ არა ის, რომ პარლამენტის გარეთ არსებული პრორუსული ძალები, ასე ვთქვათ, რომლებითაც ბევრია ცნობილი, მიზნით იქნებიან შემოსვლები პარლამენტში ოცნების მხრიდან. კი ბატონო, მე არ ამგონია, რომ რაიმე დამატებითი კიდე ფაქტი და მტკიცებულება არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა. ამის მაგალითი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, მათ არ გაზარდეს პენსია, მათ არ შეამცირეს დაპირებული ტარიფები, მაგალითად ბენზინზე, რომელიც ლარით უნდა გაიაფებულიყო, გაზის საფასური, რომელიც უნდა განახევრებულიყო, ამის მაგივრად ჩვენ ვიღებთ დღეს მოსულ ქვითრებს გაზის გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც წინა თვეებში მოსულ ქვითრებს აღემატება თავისი რაოდენობით, მე არ მესმის რაში გამოიხატა თუნდაც ის სამთეთრიანი კლება. აი ამ ცვლილებების განხორციელების მაგივრად ქართულმა ოცნებამ გამოუშვა რუსი ჯაშუშები, ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციით.
მე არ გამიკვირდება არც ერთი თქვენს მიერ დასახელებული კანდიდატის ხილვა ქართული ოცნების კანდიდატად, უფრო შორსაც კი წავალ, არ გამიკვირდება მანამდე იგორ გიორგაძესაც მიანიჭონ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, იმიტომ რომ ესაკითხი განიხილება სერიოზულად საქართველოს პარლამენტში და მანაც კი იყაროს კენჭი ქართული ოცნების სახელით, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ საქართველოს, აწყობდნენ ტერორისტულ აქტებს საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, დღეს ცხოვრობენ მოსკოვში და ისინი ცინცხალი დავალებებით და ინსტრუქციებით აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. რაც შეეხება თვითონ ნაციონალურ მოძრაობას, თუ გააქვთ უკვე ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იყრის თქვენი სახელით კენჭს შუალედურ არჩევნებში? არსებობს ამ თვალსაზრისით პარტიაში ძალიან აქტიური მუშაობა. ჩვენი მიზანი არის იყოს წარდგენილი სამივე საარჩევნო ოლქში ის კანდიდატები, რომელთაც კარგად ესმით იქ არსებული ამომრჩევლის პრობლემები, გააჩნიათ გამოცდილება ამ პრობლემების მოგვარების თავიანთი წარსული საქმიანობიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე და ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ პარლამენტში შემოსვლის შემდგომ დაიცვან საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და არა რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, რომლებიც შეძლებენ შეახსენონ ქართულ ოცნებას ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება, რომლის შესრულებას ამომრჩეველი ელოდება ძალიან დიდი მოუთმენლობით. და მე მინდა გითხოთ რათებერული ცნობილ მოვლენებზეც, რომელსაც თქვენ იყავით ერთ-ერთი დაზარალებული. როდესაც თქვენი მხრიდან ისმის ბრალდებები, რომ ეს იყო ქართული ოცნების მიერ და პოლიციას ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენდა, თქვენი ოპონენტები მუდმივად გახსენებენ იგივე 26 მაისს, 7 ნოემბერს, სადაც პოლიციამ გამოიჩინა გადამეტებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ. და მუდმივად არის საუბარი, რატომ არ მოხდა იმ ფაქტების გამოძიება. ასევე გახსენებენ ყობა დავითაშვილის ინციდენტს 2007 წელს და ითქვა კიდეც, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის წყვირის და ყობა დავითაშვილის ლოყას ერთნაირად უნდა იყოს დაცული. მე მაინტერესებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა ასევე არაადეკვატურად რეაგირებდა მსგავს დარღვევებზე? მოგახსენებთ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, იმიტომ რომ სწორედ რვათებერულის მოვლენების შემდგომში ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ შეიცვალა ხელისუფლება, წავიდა ის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საყვედურობდნენ გადამეტებული ძალის გამოყენებას კონკრეტულ შემთხვევებში, საუბარი მაქვს 7 ნოემბერზე, საუბარი მაქვს 26 მაისზე, მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა და გრძელდება ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაართვა სათანადოდ თავის ამოცანებს. ანუ გრძელდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ არათუ გადამეტებული ძალის გამოყენება, არამედ მიზანმიმართულად მათ წინააღმდეგ დარბევის ღონისძიებების ორგანიზება. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. პირველი, 26 მაისს, ისევე როგორც 7 ნოემბერს, ძალა იყო გამოყენებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში 26 მაისს ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო და იგივეს ჰქონდა ადგილი 7 ნოემბერს, საქართველოში არსებობდნენ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას. მე გაგახსენებ თუნდაც იმ მრავალრიცხოვან ჩანაწერებს, რომელშიც ვიხილეთ, რომ ნინო ბურჯანაძე ემზადებოდა რუსეთის ჯართან ერთად ოქრუაშვილის მიერ ზურგამაგრებული საქართველოში შემოსასვლელად და ამბობდნენ, რომ რა მოხდება, ადამიანები მოკვდებიან და ეს ძალიან ნორმალური არის. თუ გახსოვთ, ეს არის ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრის ჩანაწერი. იქ სახელმწიფო იყენებდა ძალას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნით იქნეს ეს გამოყენებული, არის დაუშვებელი. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან დათხოვნილი იქნა არა ერთი, არამედ ათეულობით მაღალი და დაბალი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც იღებდა მონაწილეობას და რომელთა იდენტიფიცირება ხდებოდა როგორც 26 მაისის, ასევე 7 ნოემბრის შემთხვევებში. რაც შეეხება, ბოდიში, 7 ნოემბერს მოხდა ორმხრივი ამნისტირება, ანუ არ დაისაჯნენ არც
ის დამნაშავეები და კანონმდარღვევები, რომელიც იყვნენ აქციის მონაწილეები და არ დაისაჯნენ შესაბამისად არც მეორე მხარის წარმომადგენლები. საკამათო არის ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამის განსჯის უფლება აქვს, გაკრიტიკების უფლებაც აქვს, მაგრამ იქ იყო ორივე შემთხვევაში გამოყენებული სახელმწიფო ინსტიტუტები და იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დადგინდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, მათ აგეს პასუხი. ქართული ოცნების საყვედური და მათ შორის მოქალაქეების საყვედურიც იმ კონკრეტულ შემთხვევებში იყო, რომ საკმარისად არ დაისაჯნენ პოლიციის წარმომადგენლები, ხომ? ახალი ხელისუფლება მოვიდა სწორედ იმისთვის, რომ თუ კი მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო არასწორი, გამოასწორან მოქმედებები, მაგრამ რა მივიღეთ? ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება იყო 7 თებერვალსა და ყველა წინარე დასახელებულ შემთხვევას შორის და რა? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ მხედრიორის აღდგენა ფერფლიდან, რას გულისხმობ ამაში, როდესაც კრიმინალები გამოდიან ციხეებიდან, შემდგომში კრიმინალებს აორგანიზებენ და ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები ავალებენ ოპოზიციის წარმომადგენლების დარბევას, ეს ყველაფერი ხდება და ამის განხორციელება ხდება სხვა ადამიანების, ანუ არაფორმალური დაჯგუფებების, მხედრიონი იყო სწორედ ასეთი არაფორმალური დაჯგუფება, ხელით, რას აკეთებს პოლიცია? 8 თებერვალს ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში პოლიცია არ არსებობს. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიცია არსებობს, საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ექმნებოდეს პრობლემა შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, ნებისმიერ კერძო დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსს იზიარებს თუ არ იზიარებს ოპოზიცია. სადაც არსებობს პოლიცია, არ უნდა უსწორდებოდნენ 10 კაცი ერთ ადამიანს არ უნდა ქოლავდეს. ამას არ უნდა უყურებდეს პოლიცია სერგო რატიანის შემთხვევა მაგ ხედველობაში და არ უნდა იდგეს უმოქმედოდ და არ უნდა ეუბნებოდეს პარლამენტის წევრებს, რომ ჩვენ ველოდებით მინისტრის ბრძანებას როდის ჩავერთოთ და ვიმოქმედოთ. პოლიცია არ ყავდა იმ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ დღეს არ იყო ირაკლი ღარიბაშვილი. არამედ ამ პროცესებს მართავდნენ ის კრიმინალები, რომლებიც ციხეებიდან იყვნენ გამოსულები და უსწორდებოდნენ ოპოზიციას. გაგახსენებთ, რომ მხედრიონი სწორედ შეიქმნა ზვიადის მომხრეების, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად და შემდეგ კარგად დავინახეთ, რა მასშტაბები მიიღო განუკითხაობამ, რომელმაც არ დაინდო არც ერთი ქართული ოჯახი, განსაკუთრებით ქართული რეგიონები, დასავლეთ საქართველოს სამეგრელო იყო ამ ვანდალური აქტების მსხვერპლი. ასეთი რამ ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა მეორდებოდეს. სწორედ ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი ჩვენ დავინახებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი სათანადოდ შეაფასა და გადააფასა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იმის მაგივრად, რომ დავინახოთ ადეკვატური ქმედებები, რომ დაისაჯონ ის არაადამიანები, რომლებიც უსწორდებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაშტირვით ემუქრებოდნენ პარლამენტის წევრს, გახსოვთ ხო ეს კადრებიც? ამის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იქნეს გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე გიგულგულავა არის დამნაშავე. თურმე მე ვარ დამნაშავე და მე დავიზიანე ჩემი ცხვირი. ხედავთ განცხადებებს, თითქოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყა პროვოკაცია. ეს არის შეუფერებელი საქციელი იმ ხელისუფლებისთვის, რომლის მიზანი არის და რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში ძალადობის აღსაკვეთად. ეს არ შეესაბამება არც მათ საარჩევნო დაპირებას და კიდევ ერთი დაცინო არის მათი ამომრჩევლების მიმართ. და ბოლოს კალოტონში არ შემიძლია არ გითხოთ, როდესაც თქვენ გეწვიათ სახში სახალხო პარტიის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელებშიც და საზოგადოებაშიც გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ ეს იყო დადგმული და რეალურად ჯირო თაქთაქიშვილი ამ ინციდენტის შემდეგ ვნახეთ პრეზიდენტის რეზიდენციაში სიტყვის გამოსვლისა და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას და აი ამის შემდეგ წარმოუდგენელია წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ უცებ ჩაწვა ლოგიკაში. მოდით ასე ვთქვათ, ამ შეკითხვის ავტორებისთან მე თავის სამართლებელი არაფერი არ გამაჩნია. იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, შალვა რამიშვილი მაქვს მხედველობაში, რომელიც კამერების წინ ყველამ დავინახეთ, რას აკეთებდა, როგორ იღებდა ქრთამს დადგმული სიუჟეტის მომზადებაში, ის შეჩვეული არის ამას და ეგონა და გონია, რომ სხვა ადამიანებიც ასევე ფულით თუ არა სხვა მიზნებით დგამენ სიუჟეტებს. ამ ადამიანს მე პასუხს არ გავცე, მაგრამ მე მინდა თქვენ გაგცეთ პასუხი, მე მინდა პასუხი გავცე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად ასეთი განცხადებებით და მოგახსენოთ, რომ ნამდვილად მე
ესე იგი პარასკევი იყო 8 თებერვალი, როდესაც მომხვდა ეს გამოქანებული ხელი ვინმე მამალაძის, რომლის დასჯას მე ვითხოვ უმკაცრესად, იმიტომ რომ მე მომხვდა ეს. იმ მომენტში ტელევიზიებთანაც განაცხადე, რომ მე არ შეიძლება მეტყინოს არაკაცის მიერ დადგმული ხელი. ამ აზრზე მე დღესაც ვარ. მაგრამ ეს არის თუ დარჩება დაუსჯელი და სათანადოდ დაუსჯელი. მამალაძე და ყველა სხვა, ვინც იქ იღებდა მონაწილეობას, სერგო რატიანის წინააღმდეგ განხორციელებულ ვანდალურ აქტში, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანი ურტყამდა წაქცეულ ადამიანს წიხლებს. თუ დარჩება დაუსჯელი ის ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მოსული იყო პრეზიდენტის სასახლესთან შეხვედრაზე დასასწრებად. თუ დარჩებიან დაუსჯელები ის ადამიანები, რომლებიც დაშტირვით ემუქრებოდნენ ზურაბ აბაშიძეს, თუ დარჩებიან დაუსჯელები ის უკაცრავად ზურაბ ჯაფარიძეს, ის ადამიანები, რომლებიც ემუქრებოდნენ და აორგანიზებდნენ ამ ღონისძიებას, მე საუბარი აქვს მაღალი თანამდებობის პირებზე, მინისტრზე, შინაგან საქმეთა და საუბარი მაქვს ასევე პრემიერ-მინისტრზე, რომელთან შეთანხმებითაც იყო ეს დარბევა ორგანიზებული და მის მიერ მიცემული მწვანე შუქით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, სანამ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, საქართველოში არც ერთ ადამიანს არ ექნება საკუთარი განსხვავებული აზრის ქონის უფლება. მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრებს, რომელთაც იცავთ იმუნიტეტი, იცავთ კანონმდებლობა, იცავთ მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები, ასე არბევს და უსწორდება ქართული ოცნება და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, იმიტომ რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათი მხრიდან საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ისინი არც ერთ წინასაარჩევნო დაპირებას არ ასრულებენ, აი ასეთი აზრის გამოხატვის უფლება უნდა გქონდეს ყველას. ეს მაგალითი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს შემთხვევას. ნამდვილად, როგორც 8 თებერვალს, ასევე 9 თებერვალს მე ვიყავი ფეხზე, იმიტომ რომ ვცდილობდი ჩემი საქმიანობაში ხელის შეშლის უფლება არ მიმეცა იმ ადამიანებისთვის, რომელმაც სწორედ იმიტომ დადგეს ეს ცირკი და ეს დარბევა, რომ შეეჩერებინათ ოპოზიციის საქმიანობა, მე ეს მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია ჩემს ვალდებულებად, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ვნახე, რომ მე აღარ შემეძლო სამწუხაროდ საქმიანობა, ტვინის შერყევას რა მოვლენებიც ახლავს, ალბათ ბევრად თქვენ აგამრა იცის, ხო, ადამიანს აღარ შეუძლია უკვე სიარული, იმიტომ რომ თავბრუსხვევა, ტკივილები, მთელი რიგი თანდევი მოვლენები არ მინდა ეხლა ყველა დეტალში შევიდე, ეს სიმპტომები, როდესაც გახდა ჩემთვის აუტანელი, ძალიან წუხდი, ვეწინააღმდეგებოდი პირველივე დღეს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ წავსულიყავი ექიმთან, მეჩვენებინა ეს ცხვირი იქნებოდა თუ სხვა დაზიანებები, რომელიც მივიღე, მათ შორის იქ წაქცევის შედეგად, მე ამას თავს ვარიდებდი, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ ჩემი საქმიანობა უნდა გავაგრძელო და ეს არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ შეუძლებელი გახდა ამის გაკეთება, იძულებული გავხდი, მივსულიყავი ექიმთან და ძალიან მწუხვარ, რომ ერთი კვირა მე მოვწყდი საქმიანობას, ეს არის ზუსტად ის შედეგი, რისი მიღწევაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ გაეჩერებინა არა ერთი, არამედ რამდენიმე ის დეპუტატი, რომლებიც აქტიურად ახმოვანებენ იმ პოზიციას, რომელიც აწუხებს ქართულ ხალხს და რომელიც არ შეესაბამება ქართული ოცნების პოზიციას. ასე რომ მე არ ვაპირებ არც თავის მართლებას, შალვა რამიშვილთან, მან ჯობია საკუთარ თავს მიხედოს და თავი შეიკავოს ასეთი გამონათქვამებისგან, მაგრამ ალბათ ის ამას ვერ შეიკავებს, იმდენად შეჩვეული არის ასეთი ტიპის საქმიანობას. რაც შეეხება ჩემი ამომრჩევლისთვის და თქვენთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, გადამოწმებადი, მათ ბუნებრივია აქვთ ამის უფლება. კიდევ ერთი, ის რომ მე მივიღე ტვინის შერყევა, ეს არის ვფიქრობ ყურადღება მისაქცევი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც. რატომ? იმიტომ რომ დღეს მამალაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ხულიგნობის მუხლით წარმოება. ის რაც მან გააკეთა, ეს არ იყო ხულიგნობა. ეს იყო მიზანმიმართულად ადამიანებისთვის ჯანმრთელობის დაზიანება. საუბარი არის, მე დღემდე არ მაქვს ინფორმაცია გიგა ნასარიძის ფაქტთან დაკავშირებით, რა მუხლით მიმდინარეობს ძიება. ეს ხულიგნობა იყო? არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც წიხლებით ქოლავდნენ სერგო რატიანს, არიან
ან დაკითხულები, ან დაბარებულები, ან საერთოდ რაიმე წარმოება მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ერთი არის, რომ სერგო რატიანის და ჩემი კოლეგების პოზიცია გახლდათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც ასრულებდნენ ივანიშვილის დავალებებს. მე არ მგონია, რომ მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, მე მიმაჩნია, რომ უნდა დაისაჯონ ყველანი, როგორც ამ ღონისძიების დამგეგმავები ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ქვემოთ, ასევე კაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს იღებს ადამიანზე, უზიანებს მას ჯანმრთელობას, მარტო იმის გამო, რომ მას აქვს განსხვავებული აზრი. ეს არის დაუშვებელი, ეს არის არაცივილური, ეს არის შეუსაბამო საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციის მისწრაფებასთან და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო დემოკრატიული, არ უნდა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არ უნდა რომ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობდეს ოპოზიცია. მადლობა თქვენ.